ჩვენ ახლა ეგრეთ წოდებული დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ვიმყოფებით და იმის ფონზე, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც სურსათი ამ ქვეყანაში საკმაოდ გაძვირებული აგვისტოს თვეში გადავწყვიტეთ, რომ მოსულიყავით ადგილზე და კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელზეც მოვახერხეთ პირდაპირ ეთერში შემოერთებამდე, რომ ფასები მოგვეკითხა, გაგვეცნო ჩვენი მაყურებლისთვის ერთ-ერთი ჯგუფი, რომელზეც ფასი მასშტაბურად იყო გაზრდილი აგვისტოს თვეში არის ხილი და ყურძენი, ფასნამატი შეადგენდა 15.3%, ამიტომ ცხადია პირველ რიგში გადავწყვიტეთ, რომ მოგვეკითხა ამ კონკრეტული პროდუქტების ფასები. ყურძენი მოგვეხსენება ახლა შემოდგომის დასაწყისია და ყურძენი შედარებით ახალია ბაზარზე, ამიტომ მისი ფასი შედარებით მაღალია. 5 ლარიდან იწყება დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ყურძნის ფასი, თუმცა სახეობების მიხედვით, მისი ხარისხის მიხედვით, რა თქმა უნდა, მისი ფასი მზარდია და 20 ლარამდეც კი იზრდება. რაც შეეხება ხილს, მაგალითად საზამთრო, რომლის სეზონური ხილი იყო მთელი ზაფხულის განმავლობაში, 84 ღირს 1 კილოგრამი, დაახლოებით იგივე მდგომარეობაა ნესვის შემთხვევაშიც, ატამი ღირს დაახლოებით 5-დან 7 ლარამდე. რაც შეეხება მაგალითად კიდევ რამდენიმე პროდუქტის ფასი მოვიკითხეთ, ეს იყო ვაშლი, რომელიც მერყეობს 3 ლარიდან 5 ლარამდე 1 კილოგრამის ფასი, ქლიავი ღირს 4 ლარი, ასევე მოცვი ღირს დაახლოებით 9 ლარიდან 10 ლარამდე. მოკლედ ეს არის პროდუქტები, რომელიც ყველაზე მეტად არის გაძვირებული, როგორც ვთქვით, ყურძნის და ხილის კატეგორიაში და გამოვკითხეთ აქ ადგილობრივ მოვაჭრეებს და რა თქმა უნდა, რომ შედარებით განსხვავებული ფასები, ეს ზუსტად არ არის იგივე ფასი, ესაც მე ვამბობ, იმიტომ რომ სახეობების მიხედვით სხვადასხვა მოვაჭრესთან განსხვავებული ფასია. ასევე ერთ-ერთი გაძვირებული კატეგორია, რომელზეც ჩვენ ფასების მოკითხვა შევძელით, იყო ბოსტნეული და ბახჩეული. ბოსტნეულის და ბახჩეულის ფასი აგვისტოს თვეში დაახლოებით არის 10.8%-ით გაზრდილი, ასე გვეუბნება სტატისტიკის ეროვნული სამსახური და მოვედით ადგილზე, მოვიკითხეთ ფასები, მაგალითად კიტრი და პომიდორი, რომელიც ყველაზე აქტუალურია ამ სეზონზე და რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში ადგილობრივი მოსავალიც იყო კიტრის და პომიდორის, მაგრამ იმპორტირებული პროდუქტიც იყიდება ბაზრობაზე. ფასი შემდეგნაირად გამოიყურება, პომიდორის ფასი დაახლოებით არის 6 ლარი 1 კილოგრამის და კიტრის ფასი დაახლოებით 4-დან 5 ლარამდე. სხვა ბახჩეულს რაც შეეხება, მაგალითად სტაფილო ღირს დაახლოებით 4-დან 7 ლარამდე 1 კილოგრამი, ნიორი, მაგალითად ერთ-ერთი არის ნიორი, რომელიც ხშირად ძვირდება ხოლმე ქართულ ბაზარზე. ამჟამად დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე ნიორის 1 კილოგრამი ნიორის ფასი არის 8 ლარი 1 კილოგრამის. ასევე გაზრდილი იყო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით გაზრდილი იყო ფასი ხორცს პროდუქტებზე. ხორცს პროდუქტების ნაწილს რაც შეეხება, მოვახერხე, რომ მომეკითხა მაგალითად 1 კილოგრამი ქათმის ხორცის ფასი და ნედლი ქათმის ხორცის ფასი აქ არის 8 ლარ 9 1 კილოგრამის. ეს არის ის მონაცემები, რომლის შეგროვებაც დილა ადრიან მოვახერხეთ დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე. კარგი იქნებოდა, რომ შეგვეძლოს მოვაჭრეებთან პირდაპირ ეთერში გასაუბრება და უფრო ზუსტი ინფორმაციის მეწოდება ჩვენი მაყურებლისთვის, თუმცა ამას ვერ ვახერხებთ მათი სურვილიდან გამომდინარე, შესაბამისად ეს არის ის ინფორმაცია, რომელიც შევაგროვეთ დეზერტირების ბაზარში.